დააკავეს ჟურნალისტები, პოეტები, მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და სამოქალაქო აქტივისტები, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად საპროტესტო აქციების გეგმა და იდეა არის უცვლელი. დღეს 19 საათზე მოვლენების მთავარი ეპიცენტრი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. სწორედ აქ შეიკრიბებიან თავდაპირველად მოქალაქეები და შემდგომ უკვე ტრადიციულად მსვლელობით გადაინაცვლებენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც გაგრძელდება პროტესტი 20 საათზე. კვლავ არის დაანონსებული აქცია. მოქალაქეები ამბობენ, რომ არაპირებენ დანებებას და მანამ სანამ გადაიკეტება გზა, ყველას მოუწოდებენ, რომ საკუთარი ავტომობილებიდან სოლიდარობისა და ამ აქციების მხარდაჭერის სიმბოლოდ გადმოფინონ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ასევე გეგმები აქვთ ექიმებსაც, ისინი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბებიან პირველ გიმნაზიასთან და ქართულ ოცნებას ეტყვიან იმას, რომ არასოდეს არც ერთ ხელისუფლებასა თუ ძალას არ გასწრია სამედიცინო პერსონალთან დაპირისპირება და რომ გამონაკლისი არც შემთხვევა იქნება, ამიტომ ისინი მკაფიო პოზიციას დღესაც დააფიქსირებენ. დღეს 8 საათზე შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის ნიშნად, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე დააკავეს რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც ახლა საქართველოს ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცავებმა მიაყენეს ვაჟა გაფრინდაშვილს, ნამდვილად არ მიუყენებიათ. ეს იქნება აქტი, რომელიც გამოხატავს ძალიან დიდ გაბრაზებას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, იმიტომ რომ 2 დღის წინ მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილს არ შეაგინეს. შეაგინეს სრულიად სამედიცინო საზოგადოებას და შესაბამის პასუხს მიიღებს, რა თქმა უნდა, რუსული ოცნება ამასთან დაკავშირებით. ბრძოლა გრძელდება მანამ სანამ ამ ქვეყანაში ხელისუფლებას ხელში არ აიღებს ქართველი ხალხი. ძალიან მარტივი რაღაცა არის. ან ჩვენ გავიმარჯვებთ და საქართველოში ქართველი ხალხი იქნება გამარჯვებული, ან ქართული ოცნება გაიტანს თავისას და წაგვათრევს პირდაპირ მნიშვნელობით რუსულ ჭაობში, რაც არ მოხდება მანამ სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება ამ ქვეყანაში, ვინც გააპროტესტებს, ვინც ამოიღებს ხმას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და აუცილებლად გავუწევთ წინააღმდეგობას რუსულ რეჟიმს, იმიტომ რომ არ დანებება ის იარაღი, რაც გაგვაჩნია ჩვენ. მასიურად ცდილობენ, რომ მოახდინონ ახალგაზრდების და პროტესტის გაშენება, თუმცა ეს არ გამოვათ, იმიტომ რომ ეს არის სახალხო პროცესი, რაც ემსახურება რუსული რეჟიმის დამხობას. ქართული ოცნების შემზღუდავმა და რეპრესიულმა კანონებმა საპროტესტო აქციებს, რომელთა 331 დღე არის დღეს, ვერაფერი დააკლო. მოქალაქეები ისევ აანონსებენ რუსთაველის გამზირზე გამოსვლას, თუმცა ერთი შესწორება შეაქვთ ქართული ოცნების რიტორიკასა და პროპაგანდაში. მუდმივად აქცენტირებენ იმაზე, რომ გზა არ იკეტება ხელოვნურად და რომ ეს არის ყველაზე ბუნებრივი პროცესი, ამიტომ დარწმუნებულები არიან, რომ წინა დღეებისა და თვეების თუ წლის მსგავსად დედაქალაქის მთავარი გამზირი დღესაც ბუნებრივად გადაიკეტება. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა.